ბიზნეს სასამართლო თავი ამბავია. მართლა მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილმა ბრიტანეთში საქმე მოიგო. უბრალოდ ხოლისა მე კვლავ გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიან პროცესის შესაფასებლად, როდესაც ის შეაფასეს როგორც ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. და ეს დღეს დაადასტურა ლონდონის სუზენ აისმა სასამართლომ. უკვე მე რამდენი წელია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი მანამ სანამ თავად ისინი გააჟღერებდნენ, სანქცირებული იყო და ზუსტად სანქცირებული იყო იმ თანხების უკანონოდ წართმევით, რომელიც სამწუხაროდ ერთ-ერთმა უსერიოზულესმა შვეიცარიულმა ბანკმა განახორციელა და რომელთან დაკავშირებითაც ლონდონის სუზენ აისმა სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ უკვე მესამე ინსტანციით და საბოლოოდ გაამართლა ბიძინა ივანიშვილი და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ წარმოუდგენელ უპრეცედენტო ყაჩაღობას ჰქონდა საქმე. თუმცა რასაკვირველია ის, რომ ბრიტანეთში გაიმარჯვა, ანუ დასავლეთში გაიმარჯვა სასამართლოში ვერანაირად ვერ დაარწმუნებს მას, რომ deep state არ ებრძვის, ანუ თუ რაღაცა მასონები და სუპერნატურალური ძალები ებრძვიან, ვერც სასამართლოს ვერ მოიგებდა, ხო? მაგრამ დემოკრატიაში დამოუკიდებელია სასამართლო და ბრიტანეთის ძალიან ახლო მოკავშირის სანქცირებულ მოკავშირის ამერიკის მიერ სანქცირებულ პირსაც შეუძლია სასამართლოს მოგება. წარმოიდგინე ბიზნესმა თავისივე საქმით ძირი გამოუთხარა მთელ ამ deep state-ების ისტორიას. ერთის მხრივ მას უნდა საზოგადოება დააჯეროს, რომ deep state ებძვის, ანუ დასავლეთი მას ებძვის, თუმცა იმავე დასავლეთის სამართლებრივ სივრცეში მან შეძლო და მილიარდიანი დავა მოიგო ორ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო სისტემაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში გაერთიანებულ სამეფოში და ანუ deep state შესწევს ძალა, რომ აღსულებას ხელი შეუშალოს, მაგრამ არ შეწევდა ძალა, რომ შეეშალა ხელი სასამართლო სისტემაში მისი გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი. ჩვეულებრივ თაღლითობა იყო ბანკმა რაღაც თავისი თაღლითი თანაშრომლის ხარჯზე, რაღაც დააზრალა კლიენტი და მე როგორ გაუწელა დრო, რომ დიდი ფული სწრაფად არ დაებრუნებინა. მთელი ამბავი ეგ არის. ან პრიმიტიული ამბავი თავიდან როდის დაიწყო ეს ნახოს ხო? როდის 22-ში არ დაიწყო ეს? ნუ 20-ში ყოფილა დაწყებული, მე უფრო ახალხანს მეგონა, მაგრამ ალბათ მე როცა აიო გასაჯარო. რაღაცა ხდი გვებძვიანო, რაღაც ეს ვითომ დამოკებით რომ დაიწყეს ბიზნესზე რა და მაშინ მოვიდა მაგ ჟურნალისტი და სანამ მოვიდა მოვასწრე დამეგუგლა და ნახე რომ ეს სვის კრედიტი რომელიც ახლა გაკოტრდა კოტრდება რა და რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია არა მარტო ბიზნესს ეხება ზოგადად მანგი კოტრდება და ვიღაც კლიენტთან გაგიჩნდა რაღაც დავა რაღაც 600 მილიონზე თუ რაღაცაზე თან ამ კლიენტს 4 მილიარდი აქვს შენთან და ფული წაღება უნდა რა მარტივად რო თქვა და ბანკის სიაც აი სკიპზე არის და კიდე ვიღაცა 4 მილიარდი რო წაიყოს შეიძლება ამის გამო უბრალოდ გაკოტრდეს ამიტომ რაც შეიძლება უბრალოდ წამოიგენე რომ იურისტებს დავალებ ბიზნეს რაც შეიძლება გაწელეთ აი სანამ მე გაწელეთ მაგას დედაცვატირო და რამდენი მართლა 3-4 წელი გაიწელა ნუ რა ვიცი კაიყოფილა წესიერი სასამართლო რომელსაც შეუძლია რომ deep state-თან ბრძოლის მთელ სამყაროსთან ბრძოლის პირობებშიც კი მოგაგებინოს საკუთარი კიდე დროშია და რომ ბიზნეს რესურსები იგივე შვეიცარიული ბანკის რესურსებთან აი იგივე პროპორციულად საქართველოს გადმოიტანო ნუ ალბათ რავი ვქოთ მე იმდენად შეიძლება არ ვარ დიდარი მაგრამ კაი ვქოთ მე რომ უჩვენო ბიზნესს და რომ მქონდეს ვქოთ მართლა 100,000 დოლარზე დავა აი უბრალოდ ვინ დადებს ფსონს იმაზე რომ მე მოვიგებ ამ დავას და სასწრაფად